მადლობთ. მოგესალმებათ ვანო შოუ. თავარი იუმორისტული შოუ თავარ არხზე. მინდა დავიწყო ბოდიშით. ბოდიშით და მონოლოგით დავიწყებ, მე იქნება ნომრები, სტუმარი და ასე შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, არ ვიცი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს, რამდენ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ, არ ვიცი. ეს რა იყო, რა კვირა არის, ეს რა უბედურებაა. მოკლედ დავიწყოთ. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, მოკლედ სულ რაღაც თვენახევარია, რაც 2021 წელი დაიწყო და უკვე ბიძინა წავიდა, გახარია წავიდა, ხომ გვეგონა რომ უკეთესი წელიაო, მაგრამ არა. ეგრევე ჩაგვაშხამეს პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინეს. უკვე მეორედ ისე არ არის ცუდი კანდიდატი, ღარიბაშვილი ქვეყანას ააწყობს საათივით, საკუთარი კორუფციული გარიგებების ხარჯზე შეძენილი ძვირადღირებული საათები რო აქვს, არაჩვეულებრივი საათები აქვს. ესე ააწყობს საათივით რა. რა ვიცი, აი როგორ გისხათ. ერთი სიტყვით საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა ერთადერთი ვისაც გაუხარდა, ჩემი აზრით არის ვასო ფხაკაძე. მართლა გეუბნებით, მართლა ვისაც გაუხარდა არის ვასო ფხაკაძე და მინდა ვასო ფხაკაძეს ბატონო ვასო როგორ ახართ? ძალიან მიხარია რომ გაგიხარდათ პრემიერ-მინისტრად თუ დაინიშნა. ბატონო ის იყო პირდაპირ ეზოდან მოვიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრად ბატონო. და საით ბოტასები და ფეგურს ამოშენდი ბიჭა პირდაპირ როგორც ეგრევე მოვიდი ბატონო. გასაგებია. უბალანსესი, უნიუსესი ბოტასები ბატონო. გასაგებია. და ვისი გადაწყვეტილება იყო თქვენი მინისტრად დანიშვნა? ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება იყო ბატონო, ანუ რითვისაც უღრმესი მადლობა ბატონო ბიძინა იმანიშვილს, დიახ ბატონო. უღრმესი მადლობა, უსენსიტიურესი, უკიდეგანო მადლობა ბატონო ბიძინა იმანიშვილს. კარგი, დიდი მადლობა გილოცავ. მარიანას ღრმულზე უღრმესი მადლობა ბატონო ბიძინა იმანიშვილს. კარგი იყო, დიდი მადლობა. ღრ დავაკელი. ღრმესი მადლობა. იგი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ, კარგი იყო, კაი შემოსვლა იყო, მომწონს. მადლობთ, უღრმესი მადლობა თქვენს. მოკლედ, ესე იგი. გავაგრძელოთ მოკლედ მოგიყვებით, როგორ მოხდა ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენა, ფასილიტატორებმა დაურეკეს ბიძინას, რა შვებიო, ეხლა მიდიხარო თუ ამატეფო კიდეო და ბიძინა ვამატეფო და მეორე წრეზე დასვეს აგერ ღარიბაშვილი. მოკლედ, ბიძინა ცუდ მასწავლებელს დაემსგავსა, ქვეყანაში გაჭირვება და მინისტრები სულ იგივე გვაქვს. ამ ქვეყანაში, რა ვქნათ. ისე სიმართლე გითხრათ, გახარიას წასვლის შესახებ რომ გავიგე, ცოტა ამეტირა, რატო? იმიტომ ამეტირა, რომ კაცი ვალ და ცრემლებიანი ვარ. მაგიტო ამეტირა. კაცი ვარ და ცრემლებიანი ვარ. ერთი სიტყვით გახარიამ ჭკუა იხმარა, მან მეორედ ხალხის დარბევა აღარ შეიტენა და წავიდა. ფაქტიურად ოცნების ნავიდან, რომელიც უკვე ფსკერისკენ ეშვება, ბოლო წამს მოასწრო გადმოხტომა. ეხლა მთავარია ბიძინა თუ მისცემს ნაპირზე გამოცურვის საშუალებას. ზოგადად შევია ამ კაცს ესეთი რაღაცები, რომ არ აძლევს საშუალებას. შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარია გადაყვა ნიკამელიას საქმეს, მაგრამ ოპოზიციაში ნუ გიხარიათ, ასე მარტივად არ არის საქმე. გუშინვე გამოვიდა ირაკლი კობახიძე, გააკრიტიკა გიორგი გახარია ძალიან მარტივად. გუნდიდან წასვლის გამო და მკაცრად განაცხადა, რომ ნიკამელიას მაინც დააკავებენ. მოკლედ ეს კობახიძე რა დაუნდობელია რომ დავაკვირდი რა, ძალიან დაუნდობელი კაცი. ირაკლი ფრთხილად იყავი, ალეკოს რაც დაემართა, ის არ დაგემართოს ირაკლი. აი ესეთი ვიხდით ხო ინტონაციით რაც ვიგულისხმებ. მოკლედ რომ თქვათ, ოცნება ძალიან დიდ შარშია, ყველაფერი კი სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მივყვეთ ქრონოლოგიურად. ერთპარტიულ პარლამენტში შეიკრიბნენ დეპუტატები და დაიწყეს მსჯელობა ნიკამელიას საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნაზე. ძალიან საინტერესო ფრაზებს ისროდნენ ხტომის დაწყებამდე. ნახოთ რა განცხადება გააკეთა ქალბატონ ელისო ბოლქვაძემ. თქვენი გადაწყვეტილება რა იქნება პირადად ნიკამელიასთან დაკავშირებით? მე პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში. პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტშიო. ქალბატონ ელისო, პირადი გადაწყვეტილებები რომ არ შეგიძლია მიიღოთ, მაგიტომ ხართ ქართულ ოცნებაში. ისე დაკვირვებული ვარ, აი დავაკვირდი, რომ ქოცების მესამე მოწვევის პარლამენტია და ყველა მოწვევის პარლამენტში აუცილებლად ყავთ მინიმუმ ერთი არაადეკვატური ადამიანი. დაკვირვებული ხართ. ერთი სუყავთ
გამორჩეულად, მაგრამ ხანდახან არის 3 ყავთ, 4 ყავთ, მაგრამ აი ახლა რაღაცა კონკურსი ჩაატარეს ეთყობა და ერთი საუკეთესო ყავთ გამორჩეული. მე პირადი გადაწყვეტილება არ შემიძლია მივიღო პარლამენტშიო, მე ვემხრობი უზენაეს, ვემხრობი კანონსო, ქალბატონო ელისო, ერთი თხოვნა მექნება თქვენთან. დაუკარით რა. აი რაღაც უბრალოდ დაუკრათ. ოცნების დეპუტატები იძახდნენ მელიას თუ არ მოუხსენით იმუნიტეტი ჩამოგვეშლება დემოკრატიული სახელმწიფოს აქამდე ნაშენები ნაგებობაო. მართალია თან რა ნაგებობები აქვთ, ზოგს 3 სართულიანი, ზოგს 4 სართულიანი, რა ტენდერები, რა ნერვიულობა, ამ ყველაფრის წყალში ჩაყრა გინდათ? ვერ მოგართვით ქართული სახელმწიფოს ხარჯზე ნაშენებ დემოკრატიულ ბაითებს, ასე მარტივად ვერ ჩამოშლით. მოკლედ დაიწყო კენჭისყრა და მელიას იმუნიტეტის მოხსაზე 88 დეპუტატმა მისცა მომხრე და 2 წინააღმდეგი. ეს 2 ხმა მივხვდით ალბათ ვინ იყო. უცებ დიდგორი გამახსენდა. ოპოზიციას 2 მეომარი გამოეყო, ალეკო და მეორე. ისინი ქართული ოცნების ურიცხვი დეპუტატებისკენ გაემართნენ. ყველას ეგონა რომ ისინი მოწინააღმდეგის მხარეს გადადიანო, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ მოულოდნელად იშიშვლეს პულტები და 2 წინააღმდეგი ხმით ეკვეთნენ მტერს და თავზარი დასცეს ქართულ ოცნებას. ძლევა ის საკვირველი დიდება გმირებს. დიდება გმირებს. საერთოდ მე მგონი ნამდვილი მესამე ძალა ალეკო ელისაშვილია. სულ რო ველოდით, ხო იცით, რო გამოჩნდებოდა მესამე ძალა, აი ვიპოვეთ ხალხო. უბრალოდ ამ შემთხვევაში ლევან იოსელიანია მაინც გაურკვევლობაში. ალეკო თუ მესამე ძალაა, მე მესამე ძალის მეორე გამოვდივარო თუ პირდაპირ მეორე ვარო თუ მეოთხეო და ბნეული ადამიანი. ალეკო ელისაშვილი კენჭისყრამდე ნიკამელიას მოუწოდებდა გირაოს თანხასო მე გადაგიხდიო. მე თვითონ თუ არა აქვსო კაცო მე გადავიხდიო, მე ჩაურიცხაო ხელფასიდანო. ამაზე ნიკამელიას მძაფრი პასუხი ჰქონდა. მოდით ნახოთ კომენტარი. ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო ეხა მაგ პარლამენტში ეს ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტი და რა ეხა აგიგებ და გამოგიტან გარეთ ეხა მართლა არ მომიყვანო ეხა რაც შენი ხელფასი და გადამიხდი. აი ეს ავდგა და გამოგდგავ მაქედანო. ამაზე ელისაშვილს უთქვამს, უხმელია ახლა გაწეკწეკებულ საარჩევნო კოდექსს არ ველოდებოდა, შენ ნახე რას გიზარდიო. მოკლედ არ ეგონა ელისაშვილს, რომ მელიაში 2 მელი არსებობდა, ერთი საქმიანი და მეორე მრისხანე. არის ეგეთი ცხოვრობს მისში. ნიკა, აწის შენს გაგიჭირდება ალეკოს გამოდგმა პარლამენტიდან. ალეკომ რო თქვა, მე მეორე კობახიძე დავინახეო, ხომ გახსოვთ? მაშინ დადგა სტენკა პარლამენტში. ეგ იყო და ეგა. საპარლამენტო ხდომის პარალელურად ნიკამელიას მხარდასაჭერად გაერთიანდა ყველა ოპოზიციური პარტია, სხვათა შორის გიგი უგულავა ამ შეკრებაზე სანამ მივიდა, მანამდე კიევში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან. მიშა მარდამალა გიგის ვიზიტი და თქვა, რომ უგულავა ჩემთან იყო, სუფრა გაუშალეო, თითქმის არ გვისაუბრიაო პოლიტიკაზეო. რაზე ისაუბრეს არ ვიცი მე, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, პოლიტიკოსების სალხინებელი, იგივე განსაწმენდელი არის უკრაინაში. თუ ვინმეს რამე ცუდი აქვს ნათქვამი წარსულში სააკაშვილზე ჩადიან განსაწმენდელში და ამის შემდეგ აქვს შანსი რომ მოვიდნენ ისევ დიდ პოლიტიკაში, იმ პოლიტიკურ სამოთხეში. ანუ განსაწმენდა დაბრუნდა ესე გამოვიდა. ოპოზიციის ამ დიდ შეკრებაზე მივიდა იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი. ოპოზიციამ ისინი გარეთ გამოუშვეს, მოდით ცოტა გავერთოთ ძვირფასო მეგობრებო და მოვისმინოთ ვახო მეგრელიშვილის კომენტარი. როგორც კი აზრს დაატანო, ოდნავ განსხვავებული ფორმით იტყვი, ესევე შენს მიმართ ჩდება ეჭვი. ანუ ეს რა უცნაური სამყაროა, კაცო. ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით, და ამ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ, კარგად პასუხები ვერ მივიღეთ. გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოცემა დაიწყეს ნათქვამი იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხა. რა არ ვიცი რატომ, მაგრამ მეგრელიშვილის საუბრის დროს ცოტა უცნაურად ეცინებოდა. აი რაღაცნაირი იყო, აი როგორ აგიხსნათ, მოკლედ მოკლედ ამ კაცმა შეიძლება მელიას თავისუფლება და ნამცხვარი ერთად მოითხოვოს. ტკბილი კარგია, ასწორებს, ტკბილი. მაგდოს ტკბილი ხო ქსიამუნებს ადამიანს, ხო? ვახომ თქვა, რომ არ ვიყავითო სასურველი სტუმრებიო და მაგიტო გამოგყარესო. მერე კადრს მიიღება ჟურნალისტს უკითხავს გალისაო და მეგრელიშვილი კი.
ერთი რაც შემიძლია ვთქვა ამ განცხადების მერე ის არის რომ აშკარად იაგო ხვიჩია უფრო ძლიერი პოლიტიკოსია. ნუ პოლიტიკოსი რა უფრო იტანს რა. ამტანია უფრო შეუძლია, რა ვიცი რა. კუკავამ გააკრიტიკა გირჩის ლიდერები. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. შეხედეთ მეგრელიშვილს და ხვიჩიას და კიდე ერთხელ დარწმუნდებით რომ მარიხუანას მოწევა არის მავნელებელი ჯანმრთელობისთვისაც და რაც თავარი აზროვნებისთვისაც მოსული იყო ორივე დაბოლილი დღეს და უნდათ როგორც ყოველთვის რასაც საერთოდ აკეთებენ ყურადღების მიქცევა. ესე იგი მეგრელიშვილი და ხვიჩია დაბოლილები მივიდნენ და ცდილობდნენ ყურადღება მიექციათო. თურმე იაგო წყალსასხამდა კისერში მეგრელიშვილს და დავიწვით იქნება მალე გამოხვიდეო. მე ბევრი ტკბილეული უჭამია და უგულავას დაძებდნენ ციხის ისტორიები მოგვიყევიო მაგდოს ხო ისტორდება პრიკოლი ისტორიები მაინც კარგია რა გიყვარს. იაგომას უპასუხა კახას რა მოხდა მე კუკავასთან ერთადაც მომიწევიო პლანიო ისე არაა გამორიცხული კუკავაც ეწეოდეს პლანს იმიტომ რომ საარჩევნო რეკლამებში ძალიან უცნაურად იყურებოდა ხოლმე სადღაც გაურკვეველ სივრცეში რომ იყურებოდა არ ვიცი ეგეც ეჭვი შეიძლება გამოვთქვათ მოდი დაუბრუნდეთ მელიაზე ნადირობის ქრონოლოგიას პარლამენტის მიერ იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ სასწრაფო წესით დაინიშნა სასამართლო პროცესი ყველამ უკვე წინასწარი იცოდა განაჩენი რამდენიმე სამთავრობო მედიამ მოსამართლეს დაასწრეს განაჩენის გამოცხადება ბაჯაყლო ტელევიზიაზე ისე იყვნენ გააქტიურებული რომ შეიძლება მაგარხზე მელია დაჭერილია უკვე და კამერაში წყავთ გადაყვანილი ჩვეულებრივად ბაჯაყლო ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში საინტერესო განცხადება გააკეთა გოგა ხაინდრავამ სერგეი გავრილოვი ელენე ხოშტარიამ ჩამოიყვანა საქართველოშიო ელენემ არა გოგა ქართულმა ოცნებამ ჩამოიყვანა და ჩასვა კობახიძის სავარძელში ანუ შენენაზე რო აგიხსნა გავრილოვის უხოდი იყო ელენეს დამსახურება და ქვეყანაში გავრილოვის პრიხოდი იყო ოცნების დამსახურება მიხვდი ხო აი მარტივიანით გელაპარაკები შენ მიხვდი არ გირთულებ საუბარს მელიას დაკავების ბრძანება რომ გასცა პარლამენტმა და შემდეგ განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ამაზე ძალიან ზეიმი ატყდა რუსული მედია საშუალებებშიც ერთი სიტყვით რუსული პრესა ბაჯაღლო ტელევიზია სასამართლო სახელმწიფო სტრუქტურები ერთობლივად ოპოზიციის გასაშავებლად ბოდიში თქვენთანა დიდი ბოჭა დედის ტრაქს იტყნა მე რა აი ეს მარტივი კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა ქალბატონმა ასაკოვანმა ერთი სიტყვით ქართული ოცნება რუსეთის ყველა დაკვეთას პირნათლად ასრულებს ამ 8 წლის განმავლობაში ერთი გადაცდომაც არ ქონიათ ერთი სიტყვით მეგობრებო ძვირფასო ტელემაყურებლებო სუფრასთან რომ დასხდებით საქართველოს სახელმწიფო სადღერძელოს ნაცვლად აწი უნდა თქვათ საქართველოს გუბერნიას გაუმარჯოს ოღონდ ის პატრიოტული მუხტი არ დაკარგოთ სუფრას უხდება პატრიოტული მუხტი ხვდებით ეს გარეთ არ გიყვართ ეს პატრიოტობა იმიტომ რომ ყველა ჩვენი საქმე გვაქვს მაგრამ თორე სუფრასთან უნდა ვაზანზარებდეთ ყველაფერს ეს არის მთავარი ეს არის აუცილებელი მე ვფიქრობ ჩვენი ქვეყანაში როცა ვცხოვრობ ასე უნდა იყო პატრიოტულად უნდა აი იაზროვნო სუფრასთან მიუხედავად ყველაფრისა ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო ნიკა მელიას დაკავება დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად მელია ნაციონალების სათაო ოფისშია გამაგრებული ისინი შიგნიდან ჩაიკეტნენ და სპეცრაზმის შეტევის მოლოდინში იყვნენ რომ უეცრად წამოეწიათ პრემიერის გადადგომა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო ყველაფერი გამიგია მაგრამ ადამიანის დაკავება გადაიდო ეს რაღაცა აი ძალიან უცნაურია გადაიდო რა კონცერტია თუ რომელიმე რაღაცა სამსახურის კორპორატიულია თუ რა გადაიდო ამ ლოგიკას თუ მივყვებით შემდეგი განცხადება იქნება უამინდობის გამო მელიას დაკავება გადაიდო ან პანდემიის გამო მინისტრის ბიჭის ქორწილი და მელიას დაკავება გადაიდო აი რაღაც ესეთ განცხადებებს აკეთებენ მოკლედ მელია ნაცების ოფისშია გამაგრებული იქით ოცნება ირაზმება ქვეყანა არის სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე ამ დროს ისმის კითხვა სად არის საქართველოს პრეზიდენტი მინდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას უთხრა რომ არსებობს რაღაც მომენტები ქვეყანაში რა დროსაც შეგიძლიათ ხოლმე რომ ერთჯერადად ინტერნეტი და ტელევიზორი ჩაურთოთ ან თუ არ ურთავთ გამოიყვანეთ HR-ზე მაინც დასვით იქნება ვინმე გამვლელი გამოელაპარაკოს და უთხრას ამ ქვეყანაში რა ხდება რომ იცოდეს ქალმა უხერხულია გახარიას გადადგმა და ნიკა მელიას ვერ დაპატიმრება წესი ხო უნდა იყოს ოპოზიციის გამარჯვება მოდით ნახოთ ამ ყველაფრის შემდეგ რა განცხადება გააკეთა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში
სააკაშვილის ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში. რომ მე ყველა ერთად დაგვიჭირო და ძვლებში დაგვამპრიოს. ჩემ თვალში ალეკო არის ქართული პოლიტიკის ბეთმენი. ბეთმენი ადამიანი ღამურა. ჰოლივუდური კომიქსების მიხედვით არა. აკაკი წერეთლის მიხედვით, ეს ჩემი აზრია. საიდან ალეკოს ამხელა ამბიცია გეკითხებით? ეთყობა იმ მეორეს იმედი რომ აქვს, იმიტომ არის დიდგულზე. ის იოსელიანი სერიოზულად პატრონობს მაგას ალეკოს. ის ხომ პოლიტიკური როტვეილერია, ჯერწყნარად არის. და მასში მხეცმა თუ გაიღვიძა, მე გირჩევნიათ მოერიდოთ პირველი ოპოზიციონერს გაგლიჯავს შუაზე. თან ხო იცით მე რასაკეთებს? თუ ოპოზიციონერს გამოსდო კბილი, კი არ უშვებს, დგება და ეგრევე პარლამენტში მიათრებს. თან ფიზიკურად აზიანებს და თან პარლამენტში შეტრევით იმიჯურად ანგრევს. ერიდეთ მაკას, ეგ ვინ არის? ეგ ვინ ცხოველი დაიბადა, ვისაიდან მოიყვანეს. მოკლედ თავრობა ვერ მართავს პანდემიას, ქვეყანა ფაქტიურად დახურულია, გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც დაემატა პოლიტიკური მწვავე კრიზისი, ვითარება დაძაბულია. ამ ყველაფრის მიზეზია ისიც, რომ გერმანიაში დასაქმების სურვილთა რიცხვი ისეა გაზრდილი, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 53,000 ადამიანი დარეგისტრირდა, ანუ შეავსო განაცხადი. ხალხს მასობრივად სურს ქვეყნის დატოვება. ხედავთ, როგორც კი საზღვარგარეთ დასაქმების შანსი გაჩნდა, ქვეყნის გასასვლელთან რიგი დადგა. ძვირფასო მეგობრებო, ეს დიდი რიგი რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ხალხს დაეუფლა ნიჰილიზმის გზნობა. ხო და მე მინდა მივმართო ამ დიდ რიგში მდგომ ადამიანებს. ქართველებო, ჰეი ქართველებო, ჩემო მოსახლეობამ, ჩემო ქართველებო, ბოლო ვინ არის მან? ბოლო ვინ არის? ვინ არის ბოლო მან? ვინ არის ბოლო? თქვენს მერე მე ვიქნები თუ შეიძლება. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკარო დაფონდეთ. ვენდი დამუნაბეკეში მეუღალე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ტელეზამყონი და იუმორისტი ნიკა ქავთარაძე. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორის შესახებ. გადაცემის პარტნიორია ხილისასმელი ბრავო ახალი შეფუთვით. ბრავოს წვენები დამზადებულია საქართველოში წყალი მარგებელის ქარხანას წასვლამ. ვაგრძელებთ გადაცემას. მინდა წარმოგიდგინოთ ქართულ ოცნებასთან არსებული მომღერალ პიონერთა გუნდი ნორჩი გავრილოვები. ვიხედები წითელ მომავალში თვალის სიხარულის სხივით ნათდება ისევ კლავს გასჭიმავს პიონერი ბავშვი ჩიბუხიან ბელაც მიესალმება წითელო მომავალო გზა უნდა გამიკვალო წითელო მომავალო შენთან ბრუნდები რაც გინდა დამავალო წითელო მომავალო მითხარი და შენს გამო გავნადგურდები ყველანი ერთ გზას უნდა დავადგეთ მინისტრი, მუშა, ექიმი, მძღოლი კომუნიზმი ხომ დიდი ჯაჭვია საქართველო კი ერთ-ერთი რგოლი რომ დეპუტატის სახელი გერქვას ამის რომ გახდე ღირსი უნდა არიო ერთურჩი ბლომად ვაზელინი და სისხლი ადრე სპორტსმენი ან ბიზნესმენი ან და უბრალოდ მინისტრი შტატი ხალხის მოძულე ფულის მოყარე აი ასეთი მწამს დეპუტატი რუსეთს ეკუთვნის ჩემი შეგნება აზრი ფიქრები მდელო ვენახი 2 მეტრიანი დათვი კი არა ციყვირო შემხვდეს ბაბას ვეძახი რუსეთის ქებას მე არ მოვიშლი სიმართლე გითხრა თავს ამით ვირჩენ დინოზავრებო თქვენთან ბოდიში მე გავრილოვის ნაკვალებს ვირჩევთ მე ხომ სერგეი ცოცხლად მინახავს ფიცავ კომუნის ჭიშკრის ურდულას ხშირად მივდივარ იმ სავარძელთან და ჩუმად ვკოცნი მის ნადუნდულარს თლად პატრიოტიც ვერ გამოვდექი
ჩემი სამშობლო მიხვარს ნახევრად მე რა თუ კი სხვა ყეს მეძახის მე კომუნისტი მქვია სახელად სულს ენატრება ნუგა ამფეტი და ჩეკისტების მწარე სანქცია ოღმერთო ნეტა მავზოლეუმში ძია ლენინის ხედრად მაქცია რარი გამაყათ დგას მავთულ ხლართი ძმებს შორის ხიდად გადადებული ჩვენთვის არავის წაურთმევია სხვის მიწაზე ვართ დაბადებულნი ბიზნეს მონაგერქვა სახელად ყველა როდია ღირსი უნდა შეაქო უნდა ადიდო უნდა უცინო პირში უნდა გიყვარდეს უნდა ეტრფოდე თან უნდა გქონდეს შიში სტაფილოს წვენიც მიურბენინო 100-წლოვანი ხის ძირში თუ დეპუტატი ქვია სახელად სახე გიღი მის გამარჯვებული თუ ბიზნესის გაქვს ფულში იხჩობი თუ კი სული გაქვს აძაღლებული თუ სამსახურშიც დანამაც იღებ თუ პრემიაც გაქვს გამოწერილი მაშინ კარგი ხარ რადგან ბიზნეს ყვეთ ყავ ხარ გამოჭერილი ვაგრძელებთ გადაცემას, მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორის შესახებ. გადაცემის პარტნიორია ხილის სასმელი ბრაო, ახალი შეფუთით ბრაოს წვენები დამზადებული საქართველოში, წყალი მარგებელის ქარხანაში. ძირფასო მეგობრებო, ხოთმიე სალმო, ჩვენი გადაცემის სტუმარი ნიკა ქავთარაძე. სად მიდიხარ კაცო? ვიცი ახლა მე სად მიდივარ და რა დღეში ვარ. ქვეყანაში ისეთი ამბები ხდება, ბოდიში შენ შემოგივლი. ქვეყანაში ისეთი ამბები. ვიცი. ბიჭო, დიდხანს რამე თუ შეიძლება გაგრძელდეს უკვე აღარ მჯერა და მე დამთავრდა და წავედი. ავტომატურად. თურმე ახლა იწყება ყველაფერი. ესე იგი, ნიკა, მოდი აი ამ ამბებს რაც ხდება ჩვენზე კარგად. ვერავინ ვერ გაარჩევს დღეს საქართველოში, იმიტომ რომ იმდენად ეგ ვაფშე არ არის დამაიმედებელი ამბავი, იო. საერთოდ აი ამბავი. მე და შენ რო ვართ ისინი ვინც ყველაზე კარგად გაარჩევს ამ ამბავს. მაგრამ რა არის იცი ეს გადაცემა ეხლა რეალურად ხო აქვია გუშინი წერება. ო გუშინ ჩავწერეთ ეს გადაცემა. ასე რომ საერთოდ არ ვიცით ხალხო დღეს რა ხდება ქვეყანაში და ბოდიში გიხდით. თუ იმაზე ვერ ვილაპარაკეთ რა დღეს ხდება ქვეყანაში. იმიტომ რომ აქ რომ მოვედი ჯერ პრემიერი ვყავდა. გუშინ. მე აღარ ვყავდა. ახლა უკვე ვყავს, სხვა არ ვიცი რა იქნება და ასე რომ ბოდიში გიხდით. ამიტომ ცოტა ძველ ამბებზე ვილაპარაკოთ. გუშინ წინდლამდე რა ხდება და იმებს. კაი, მივთით ჩვენი გამაგრილებელი სასმელი. ეს შეიძლება დავლიო? კი, როგორ არ შეიძლება. რას გაიგებ? მე შეიძლება ქვეყანა ისეთი გვაქვს რომ ბიჭო განათება გქონდა და ხალხს მისვლა არ შეეძლო რომ ენახა და თბილისში და რეგულაციების გამო. კი, რესტორანი მუშაობს, მაგრამ ხალხიც მუშაობს მაგ დროს, როცა რესტორანი მუშაობს. ასწაულია დედას გეფიცები რასწავლობს. შაბათ-კვირას არ დადის ტრანსპორტი. ხო. აი რატო არ დადის? აი ეს რესტორანი არ არის, მოლი არ არის, საწაო ეს ხალხი იმუშაოს ტრანსპორტმა, რა უჭირს, მაგრამ არა. არ არის და რატო გაუგებარი რეგულაციები მართლა. კი, სასწაულია. რომელსაც ვერ ვეწევი, ანუ დალევად შეიძლება, მარტო დასხმა ხო არ შეიძლებოდა. კარგად ვიყოს. ჩვენ შეხვედრას გაუმარჯოს და ამ გაჭირვებულ ქვეყანასაც გაუმარჯოს. საერთოდ ეს 2031 დეკემბერი რო 20 ოჩახთამუნა. მართლა კაი გამოგსვლი. 31 დეკემბერი რო დადგა და ყველანი ხო სუფრასთან სხედვართ და იქარსო ავწევთ ხოლმე და
მოდი რა, რაც ცუდი იყო იმ წელმა წაიღოს. ეს ყველა ხო ამ ხო თან საშინელი 2020 წელი გქონდა ბიჭო, კორონა და უბედურება და აი პოლიტიკური კრიზისი. ისი იმედი გქონდა არ ვიცი, სიმართლე გითხრა რა, აი რო აი გვეგონა რომ 31-ში დაღამდებოდა და პირველში რაღაცა სხვა მოხდებოდა, არ ვიცი, მაგრამ ის მე რა ბიზინა ხო წავიდა. კი. მელია გაასამართლეს დაიჭირეს, მოლაპარაკებები შეწყდა, პრემიერ-მინისტრი გადადგა, ახალი დაინიშნა და ჯერ მხოლოდ 19 თებერვალია მეგობრებო. ასე რომ მაინც და მაინც კარგად არ დაგვილოცია ჩვენ ეს წელი, ასე მგონია მე და ერთი ჩაჯდომა უნდა კი. კაი, მოდი საიდან დავიწყო, არ ვიცი, რომელი თემით დავიწყო, აი მაგალითად, კაი, ახალი თემით, აი ღარიბაშვილი რო პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. ნუ წარდგენა, მოდი ასე დავარქოთ, მაგრამ შეიძლება ყველამდე დანიშნონ, რას ხო, გაიგებ. არ ვიცი, შეიძლება ხო უკვე დანიშნულია. კი ბატონო, არც ეგარ არის გამორიცხული. ძალიან უცნაური არის ღარიბაშვილის, რა ვიცი, მე მგონი ღარიბაშვილის ხელახლა წარდგენამ კიდე უფრო გაამყარა ის პოზიცია, რომ ბიძინა წავიდა პოლიტიკიდან. რატო? რა ვიცი. ირონია იყო ეს. არ არსებობს რას ლაპარაკობ, ძალიან უცნაური არის. ღარიბაშვილი ზოგადად აი წარმოიდგინე, რომ როგორი ტიპი არის, იცი? მეორეჯერ ხო არის მინისტრი. ასაკში რო შედიხარ. ხო. და ახალ კლუბში რაღაც გულაობაზე ახალ გოგუებს რო ვეღარ კერავ. ხო. და სახში რომ მიდიხარ და გაბრაზებული და რა იცი რა ის სუპერველი ხალი. კი არის ახლა 64 წლის, მაგრამ მაინც პირველი სიყვარულია. და როცა არ უნდა დაურეკო, რასაც გინდა გააკეთებს. აი ეგეთი ყავს ბიზნეს ღარიბაშვილი. აცრი ხელი. ძველი საყვარელს რო ურეკავ, მაინც ვერავის ის უარს არ გეტყვი. კი. და ეგეთი არის ღარიბაშვილიც. ხო, ებარა, ღარიბაშვილი წავიდა ხო არ იცოდა რომ მიდიოდა. სახეზე დააკვირდი დღეს? რომ მოვიდა ისიც არ იცოდა. ისე წავიდა რომ არ იცოდა. ხო. და რომ მოვიდა, ესე მოვიდა რომ არ მოსვლაც არის. ჯერ აი რედას გეფიცები მე ასეთი საჩქარო რატო იყო ეს ამბავი მაგასაც რო ხვდები. ეხლა ჩვენ რო ყოფილიყავით რაღაცა ისეთ აი გახარიას ეკონომიკური სასწაული. რო გქონოდა და აი რაღაცა პროცესის შეწყვეტას რო შეიძლება გამოეწვია ის რომ მაგალითად ლარი ავარდნილიყო 2-დან 0-ზე. აი კიდე შეიძლება ეჩქაროთ, აი ამ ქვეყანას რაც უფრო დიდხანს არ ეყოლება პრემიერ-მინისტრი, უკეთესი რო არის, როდის უნდა მივხვდეთ. და ყველა პრემიერ-მინისტრი ყავთ, ანუ ეს არის ქართული ოცნება არის პრემიერ-მინისტრების გუნდი. დედას გეფიცები და ჯერ სათხარ კაცო ისინი ვინც იყვნენ იმათ შეიძლება კიდე მოუწიოთ მეორე წრეზე. ოღონდ ესე 2 დღით, 4 დღით თებერვალში გამოზაფხულებამდე. აი ხა რა გული აქვს უბრალოდ წარმოიდგინე აი ღარიბაშვილს რო უთხრეს. გუნდმა კაცო თორე ის ხო აღარ არის პოლიტიკა. რო უთხრეს რომ აი ხა უნდა გახდე შენ გახდებოდი ახლა პრემიერ-მინისტრი? ანუ რა თქმა უნდა არა. აი არავინ არ გახდებოდა ღარიბაშვილის გარდა. იმიტომ რომ ეს ის არის პირველი სიყვარული, რომელიც უარს არასდროს არ გეუბნება. ანუ შენ ამბობ რომ ბიძინა არ წასულა არსად, ხო? იმიტომ რომ ბიძინა რო წასულიყო. რეალურად ხო ნორმალური ადამიანი ხა ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად არ დანიშნავდა, ხო? ბიძინაზე ამბობ? ბიძინა რომ წასული იყოს. ხო. ახლა ხო. ესენი არა კაცო, რას ლაპარაკობ? აი ჯერ ვერსია თვითონ. თუ დააკვირდებოდი იქ ფოტოზე, ფოტოსავით იყო, იმიტომ რომ არავინ არ ინძრეოდა ღარიბაშვილის გარდა. სახეზე თუ დააკვირდებოდ, თავარი ეხლა მეგობრებო, განა პოლიტიკას დავაკვირდეთ, განა რანაირად წავა დემოკრატია. ეხლა თავარი არის დავაკვირდეთ ამ გუნდში პირველს რომელს გაეცინება. აი ის იქნება ჩვენიანი. იმასთან ღირს ლაპარაკი და იქ ვიღაცებს დავაკვირდი რომ აი ძალიან უჭირდათ რომ შეეკავებიათ ღიმილი რა, რა ვიცი. თან რა არის იცი ეს სოციალურ ქსელში ხეს მოკავშირეები ხო ყავთ რა. რამდენიც აი ესე გაგეხარდეს. ზოგადად ინტელიგენციის ნაწილი და რაღაცა და ვიღაცები ხო ინიშნება, აი წულუკიანი რომ ინიშნებოდა უკვე პოსტებით რომ გადაივსო, ხო ხდები რომ თეა შენ იქნები არაჩვეულებრივი და დაახლოებით რომ გამოაცხადა რომ მე დამნიშნესო ზუსტად 4 წუთში ოქიტაშვილის პოსტია. ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანმა რომელმაც ღირსება არ დაკარგა. და ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი ქვეყნის და გუნდის შენ გენაცვალე.
ერთადერთი ოცნება დარჩა ახლა ოქროში ოქიტაშვილს იმდენი ხანი გაძლოს რამენაერთ ან თვითონ ან ღარიბაში მე რომ ვარსკვლავი გაუხსნა. არა, მან მუღამი რაში არის, ცირო ბიჭო, მან მარტო ტექსტის დაწერაზე კი არ არის. პირველი ვინ დაწერს? დასწრებას. აი ხა წარმოვიდგინე რომ გაეგო ამბავი და ლიფტში ყოფილიყო დათო, ხო გაუსხდებოდა გული. აი არ ვარიჭერს. გაიგე? აგარი თელი ამბავი რომ მაშინ უნდა იყოს სადაც 4G-ია, 4 ნახევარი რომ პირველმა წკაპ, აი ეს. ან რა არის ის? თავისთავად ამ ტექსტს თუ დააკვირდები, რა არის ხა ამ კაცის ხიბლი რაშია რა. მან შეძლო რომ ზუსტად 4 საათში ეთქვა ყველაფერი საპირისპირო გახარიაზე. თუ წაიკითხავ, კაცი რომელმაც რა ქნაო? ღირსება არ დაკარგა. ანუ ვინ დაკარგა ღირსება? გახარია. შემდეგი რა არის? ღირსება არ დაკარგა, ბოლომდე ერთგული დარჩა თავის. ანუ ვინ არ დარჩა ბოლომდე ერთგული? აბა გუშინ გეკითხა ეგ ამავე მაგის. აი მაგაშია. აი მოდი ესე გადავიდეთ მელიას ესეთი ნუ 39 წლის ვარ მე ესეთი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მომისმენი არასოდეს. აი რა. რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მელიას დაჭერა გადაიდო. აი ბიჭო, ქეშში წვიმა იყო ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი მაინც არ გადაიდო. აი ვიდექი დედას გებიცე ერთი აი რა ვიცი, ერთი ლუდი ვიყი და ვერ დავლიე 3 საათი სვამდი, აი არ გაჩერდა წვიმა და აი ზოგადად კანონის აღსრულება რა უცნაურია, ხო აი პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით გადაიდო ვიღაცის დაკავება, ალბათ პრემიერ-მინისტრს უშვებდნენ დასაკავებლად. ხო, პრემიერ და ხო ვინმე ყავთ საპონი, ვინც გაეგზავნებათ. აი რა კავშირია ამ ამბებთან? არ ვიცი რა კავშირია, იმიტომ რომ პრემიერ აქვია დაჭერა ჩემთვის წინადადებას, აი დაჭერა გადაიდო რა, ანუ გადავდეთ. კონცერტი შეიძლება გადაიდოს, რო გეუბნები, რავი, ნებისმიერ რამე შეიძლება გადაიდოს. ბიჭო, ფრენა. ხო, ფრენა შეიძლება გადაიდოს. რა მილიონი შეიძლება, მაგრამ ფრენა და დაჭერა გადაიდო. არა, ნახე, აქ ის კი არა, რომ კი უნდა მოდუნდე. ეს კი გადაიდო, მაგრამ ახალი პრემიერი გამოჩნდა. ასე რომ ძალიან დიდი ხნითაც არ გადაიდო. შეიძლება პრემიერის დანიშნვასთან ერთად, ახალი პრემიერის დანიშნვასთან ერთად ნიკა მელიას დაჭერის საქმე გადმოიდო. აი ეგეთი ბიჭო, მუღამი რაში არის, ციო, სულ ფიქრობ ხოლმე, რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ რეჟიმში, სადაც შენ ვერ უნდა კონცენტრირდე ერთ ამბავზე. ხო. გაიგე, ანუ ამაში არის არსი, რომ მაგალითად რაღაცა მოხდა ნიუსი, ხო უნდა ჩამოაყალიბო ეს გადახარშო და ამ გამოწვევას უპასუხო. ზუსტად აი გადაწყვეტილებას რო იღებ როგორ უპასუხო, ამ დროს ხდება მეორე გამოწვევა. ახალი, რომელზეც უნდა გადაეწყო ისევ, აი დღეს მოხდა 4 ამბავი ბიჭო 3 საათში. ხო, მე მაგალითად სცენარი სამჯერ გადავაკეთეთ ჩვენ. პირდაპირ გეუბნები, აი ვერ მოვასწარეთ რა, ის მოხდა, აი ფაქტიურად აი ვერ ჩამოვყალიბდით რა. რა არის? აი არ გასვენებს, რომ შენ ვერ ამოისუნთქო, აი ხო იცი იმაში როა ხოლმე რინგი, UFC თუ რაღაცა რო არის, რო უყურებ, რო კაი ხო ნაცემი არის, ახლა დაანებე თავი, ერთი წუთი ნუ გამოკლავ, მაინც ეცემა, არა. და ამ იმედს როგორც კი გაგიჩნდება, რომ აღარ დამარტყავს, მე ლაცან რო გლიჯობს, ამას გამახსენდა ერთ ძალიან მაგარი ამბავი. ჩვენ კუთხიდან იყო ეს ამბავი, მოკლედ ერთი ვიღაცა ტიპი იყო კრიმინალი რა, იმალებოდა ზესტაფონში. ხო. ხო და უცებ ზის ასე წამოწოლილია რაღაცა ტელევიზორი მაშინ არ იყო, დენი არ იყო არაფერი და წამოწოლილია თლიმოს თუ რაღაცა ვერტფრენის ხმა და ბოლი და ამერიკული ბლოკბასტერი ხდება. კარიდან, ფანჯრიდან შემოცვიდნენ ეს სპეცრაზმელე პირველი წვნა აქვს ამერიკაში გავლილი კაცი მიეციო და ეგრე არიან და სანამ რაღაცა და სიტყვა და ხო იცი კარს რო ანგრევენ ხოლმე რაღაცა უცნაურის ეგრო ხო იცი და ეს მოხდა სახეში და გათიშეს და აი პროსტა და ბაყაბუყი მიდის და ეს დაითრიეს ეს ტიპი და ბაწარი მოაბეს ფეხზე და აი ვერტ ფრენში ეს ძროხა რომ იყავს ხო იცი მიმინოში აი ეს აიყვანეს ეგრევე აუთუნა და ზესტაფონიერი ამხელა მილიციის შენობასთან დაჯდა ისევე ვერტ ფრენი ჩამოაგდეს ეს მთელი გზა ცემენ ბიჭო ტიპს აი არა მოასუნთქეს რა, საერთოდ არა მოასუნთქეს, პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და ორ სპეცრაზმელს მიიყავს ესე კიბეზე მიაფორთხიალებენ, ოღონდ რანაირად იცი, ეს იღლიაში კი არა აქვს ხელი, რომ ფეხებით აფორთხიალონ. ფეხით უჭირო და თავი ესე დუმ ასეა.
ასე აყო და შეიყვანეს დასაკითხო თახში და სკამზე დასვეს ხელები შეუკრეს და აი ბოლო დარტყმა ლაწან ხიეს და დავარდეს არის და დიდი ვედრო წყალი და ტკეფეს სახეში და და მე ვიდა და ეს პოლიციელი ძალიან ცერეუშნიკი დგას ესე და დაადგა თავზე და ესე აწია რა და ეკითხება რა იმ ტიპზე რა სად არის რაჭა რაჭა ერქვა იმას რაჭა ერქვა იმას ხო მანამდე არ ვახსენე კრივია ეს ახედა ამ თვალში ყურე ე ბიჭო კითხეთ და არ გიპასუხეთ თქვენი გეკითხა და გიპასუხეთ იგივე პონტი არის ანუ შენ არ გათქმევინებენ ანუ პოზიციას ვერ ამბობ ამათ რა იმიტომ რომ პოზიცია რომელიც დღეს არის რელევანტური აი რა ვიცი ხვალ არის სიგიჟე უკვე აზრი არა აქვს რა აზრი არა ხო იმიტომ რომ გუშინ რაც ხდებოდა რა დღეს რა ხდება კი გუშინ წინ რა ხდებოდა ეგეთ რეჟიმში ვცხოვრობ აქ არის ერთი ძალიან მაგარი ძალიან ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ნიკა მელიას რა და ჩვეულებრივმა ადამიანებმა ელჩებმა და ასე შემდეგ მაგრამ აქ არის ერთი ეს გამოთქვა უკმაყოფილებას ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებაზე ვისი განცხადება შეიძლება იყოს ნუ რა ვიცი ლიეტუვის ელჩის არა საქართველოს სამეფო სახლის განცხადება მე გენაცვა მეფე არის ჩვენსკენ ხალხო მე ერთად ჩემო რა წყობა არის რომ რევოლუციონერების ხარეს არის მეფე ამნაირ რამე სამყაროში არ ყოფილა მეფე ხარეს რევოლუციონერები და მეფეს აღო აი გარი საქართველო აი გარი საქართველო აი რევოლუციონერები და მეფე რო ერთხარეს არის აი გა საქართველო აი ესე უნდა დაწერო ვიკიპედიაში არის რომ მეფე ჩვენსკენ არის მეფე ჩვენსკენ არის ხალხო კიდე იყო საინტერესო თემა ეს იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით რა ანუ რეალურად ქართული ოცნების პოზიცია იყო რომ იმუნიტეტი რო არ მოუხსნათ ჩვენ ქვეყანა ჩამოგვენგრევა თავზეო რა ანუ იმიტომ რომ ეს უკანონობა ბიჭო, რასაც ვამბობ, აი მთელი გადაცემა ახლა რასაც ვიძახით, რომ არ უნდა შეგითხრი, ანუ როგორც სვლიან, ხო, ანუ როგორც სრულიად რადიკალურად სვლიან ამბებს, რომ რაღაცა აქ ბოლი ამოგივიდეს რა, დაგეწვას მაზერბორდი თუ რაც გაქვს აქ არ ვიცი რა, ერორი დაგემართოს. იმიტომ რომ ზუსტად რამდენი ხანია და ალბათ ერთი კვირის წინაც ქართული ოცნების მთელი მესიჯი იდგა იმაზე, რომ პოლიტიკოს, რომელსაც ხალხმა მიცა ლეგიტიმაცია ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვართვენთ იმუნიტეტს. ხო, მანდაც. კი კაცო, იმ ძალით შეყავთ პარლამენტში ხალხია. ეხლა წევდა მელიასო შემოდი. და ეგრევე წკაპ ამას ეგრევე მოუხსნეს. ანუ აი ტიპი ხო როგორ უხარია ხვდები? ერთხელ ვიღაცა ტიპებთან ჭუბი მოგვივიდა, ვიღაც გოგოს გამო, რომელიც, ნუ, რაღაც აბეზარი იყო, რაღაცნაირი იყო და აი ვერაფრით რო ვერ მოიშორებ თავიდან და რაღაცა აი ერთხელაც უთხარით პირში, რომ აი დაგვანებე თავი. გოგოს ხო? და წაყვან გოგოს. და მეორე დღეს იმის მაკაცები დაგვადგნენ, წაგვიყვანეს რაღაცა სასაფლაოზე, ესე სტუდენტობის დრო იყო და ესე მაგარი გვაკაჩავეს და ერთ აი თავზე იარაღი დაადეს და ამ გოგოს არ გაეკარები ბიჭო. ამაზე ვოცნებობდით რომ ამ გოგოს არ გავკარებოდით ბიჭო, გაიგე? და ისეთი ბედნიერები, ანუ ყველა ხო წამოვიდოდა იქიდან დაშოკილი, რაღაცა ანერვიულებული შოკი, ეწევი რომ ნერვი, აუ გვეშვეო. აი დაახლოებით იგივე, ნუ ეხა მელიასთან ღარიბაშვილის არ იყოს ორჯერ ერთი და იგივე რაღაცა უქნეს, ნუ აი ეს საერთოდ რა ისტორია აქვს მელიას ეს. არა, ევროპელი სოციალისტებმა უარი. ევროპელი სოციალისტები ძალიან მაგარი, ზილფინიანი გვარი შეიძლება არასდროს გამოვთქვა. ხო, არ ჩვენ მაგასაც დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ მიზეზი იყო ძალიან უცნაური, რატო არ მიცემდა მელიას იმუნიტეტის გაუქმებას მხარს. იმიტომ რომ ანზორსო, მამამისო, სტენდირება აქვს გაკეთებული ჩემთვისო. ხო. გულშიო ჩამიდგა სტენდიო რა და ამით ესე იგი მელიასთანაც თავი გაიმართლა. თან ოცნებასაც უთხრა, ძალიანაც უნდა დამაძალეთ გულის ოპერაცია მაგ გაკეთებული. კი. კაი, ერთი თემა არის კიდევ ეს სასამართლო პროცესსაც ხო უყურე იმისი მელიას ციხეში გაშვების რა. რა შთაბეჭდება დაგრჩა ისე, ანუ რო შეხედე. დიდი წრე უყურებდით რა, ანუ რეალურად ინტერესი მაღალი იყო დარწმუნებულობა ბევრი ადამიანი უყურებდა, მაგრამ მიუხედავად ანუ ნახე რა არის არსი რა, არის ნდობის ამბავი რა. მე უბრალოდ თავდაჯერებული ვიყავი, რომ ჩვენ გვაქვს უსამართლო სასამართლო. თავისთავად. ეს ძალიან შემზარავი ამბავია.
იუმორისტულ შოუში როგორ უნდა ილაპარაკო ამ თემაზე არ ვიცი ისე, მაგრამ უსამართლო სასამართლოა და თუ შენ იაზრებ, რომ მის ხელში სამართალია, ის უსამართლოა, მისგან სამართალს აღარ უნდა ელოდე. ხო რა თქმა და ჩემი მეგობრები მაინც თვლიდნენ, გაიგე? რომ შეიძლება აი ნახე დიტომ საძაგლიშვილმა და იმათ, აი რომ მიტისკეს და გადადოს ეგ პროცესი და ვეუბნებოდი რომ არა ბიჭო, ეგ არის შოუ. რო ეგ გეგონო შენ. თორე შანსი არ გადადოს და თან ამათ არც ეს არ ქონდათ ნანახი იმედზე უკვე რო ეწერა მელიას დასასრული. და მე წყაროც მქონდა, გაიგე? ისინი ხო ვერ ითმენენ. აი ცუდი ამბავი ოღონ გიხრან რა, ნუ აი ოპოზიციის დასასრული, აი რა ვიცი. იმედი მაგარი არხია ძალიან. ძალიან კაი არხია, ძალიან კაი არხი არის, რა ვიცი. თან ისეთი არის სიტუაცია, რომ ანუ ყოველ დღე ანუ რაღაცა აუცილებელია ისეთი ფოტოები უნდა გამოაქვეყნოს, სადაც ოპოზიციის ლიდერები არიან დაბღვერილები. კი, გვარამიას ფოტო რო აქვს. გეგეთი რო არის და აი შესაშინებელი რო არის და ერთადერთი არიციან უბრალოდ მაგათ რომ ნიკას გაბრაზება თუნდაც ეგეთი ფოტო არ უნდა დადო. აი სადაც წონაშია ის ფოტო უნდა დადო. ეგაბრაზებს გვარამიას. და კიდე ერთი თემა არის ეს რომ პოლიტპატიმრები ჩვენთვის არის ისეთი რა, ანუ ქვეყანას ისე მივდივართ, რომ პოლიტპატიმრები უნდა გვყავდეს, ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია რა. პოლიტპატიმარი მეცაც გეტყვი ერთი არ კმარა. ხო, ერთი არა. ერთი პოლიტპატიმარი არ კმარა, ანუ რისთვის არ კმარა, იცი? ქვეყნის იმიჯის გასაბუჭებლად კი კმარა. ერთიც, მაგრამ სავაჭროდ არ კმარა. გაიგე? ანუ სამი ყავთ სულ, აი თუ დააკვირდები რა, სამი ყავთ, რომ აი დაუშვათ რაღაცა რომ მოხდება, ორი გაუშვან, რურუა დატოვონ. ხო, ეგ არის კი. ხო, ანუ აი ხო იყო ოქრუაშვილი და ისა რა ქვია, გიგი უგულავა და ამოდროულად რურუაც, ხო? მაშინ რა ქვია. ის ორი გაუშვეს, მაგრამ სამაგიეროდ მე მელაშვილი და ილიჩოვა დაიჭირეს, ისევ გასამდა. შეავსეს რა? შეავსეს ხო, რა თქმა უნდა. ეხლა მე ისინი გამოუშვეს, ეხლა მელიას შეყვანა უნდათ, მაგრამ მეორეც უნდა იყოს ვიღაცა ორზე არ გამა. იმიტომ რომ იქ ვაჭრობის ამბავი არის. ჩვენ გვინდა 0%-იანი ბარიერი. 0%-იანი არა, ჩვენ 5-იანს მოგცემ თავრობა გეუბნება. აი ეხლა რამეზე შევთანხმდეთ. კაი ძმაო, რა ვიცი, აი თუ გინდათ 4%-იანი იყოს, მაგრამ ზატო ერთ პატიმარს გამოგუშვა. გაჩუქებთ. ხო, აი ესეთნაირი მოლაპარაკებები არის. მაინც რო იცოდეთ როგორ ხდება თორე. ახლა რო გითხრა რომ მაინც და მაინც რაღაცა გონებაში შეიცვლება და ეს გადაცემა ადამიანებს სრულიად სხვა წარმოადგენა შეუქმნის სამყაროზე და თქო მოგატყუება, არ მაქვს ჩემ თავზე ამ ხელა პრეტენზია. ისეთი აბსურდია, აი ხა დღეს ზუსტად ანუ გუშინმა ჩვენ მოყურებლებო. იყო განხილვა მარეგულირებელ კომისიაში ჩემი ცოლის დაქალების მავნებლობასთან დაკავშირებით. და რაზე გვიჩივიან, იცი? რომ თქვენ სერიალშიო გმირებსო, ყავსო რამდენიმე პარტნიორიო. ანუ გმირს რო ყავს, აი პარტნიორი რა, რა ვიცი, ჯერეთ ვის ყავს არ ვიცი, ალბათ იმას გაჭკას, ანუ იმ გმირს დამავიწყდა იმ როგორც. ხო, გაჭაჭილაძის გმირს. ხო, ანუ ალბათ მაგას ყავს არ ვიცი და ეს არის თითქოს პროპაგანდა, გაიგე? რომ ბევრი ყავს და ამაზე, აი მაგალითად ბავშვის ბულინგი რო იყო, ჯეკოს ბულინგი, მაგაზეც გვიჩივიან, ანუ ერთსაჩი ვარია ეს. ანუ რაზე გიჩივიან, იცი რომ აი როგორ გითხრა, შუშანიკის წამება რო ამოიღონო დღეს ქეთიამო და იმ სხდომაზე, რომ იმის გამო რომ ვარსკენი ცემს. ხო. გაიგე, ანუ და ხო ეს ხო იმიტომ ვისწავლეთ ჩვენ რომ ცუდი კაცი ადამიანს ცემს და ეს მაინც არ გატყდა და არ შეიცვალა, ანუ არსი ხო ეგ არის. ჟანრის ეგ არ არის? ეგ არის. და შენ უბრალოდ არ გინახავს ეს ხდომა რომ ნახო მე დასწრებული ვარ ფსკერსაც უშჩივლეს ადრე. და საერთოდ ძალიან ხშირად გვიჩივიან ჩვენს. რაზე გიჩიოდნენ, კაცო? ჩვენ გიჩიოდნენ იმაზე რომ ფინანსთა მინისტრი სამსახურეული მოვალეობას ასრულებდა პარლამენტში. ანუ იფხან და ყვებს. და გიჩივლეს ამაზე. გაიგე, აი რაზე გიჩი, აი ეს ნიშნავს რომ დღეს ჩვენ ვართ გადასარევ ცენზურაში. აი მეტი რო არ შეიძლება და ადამიანებს ეს ალბათ აწუხებთ გესმის და ამ აბსურდს დაცინიან, ეგ არის რა. როგორც ჩვენ დავცინოდით შევარდნაძეს ახლა, სხვანაირად ხო გაგიჟდებოდი. ან წახვიდოდი ქვეყნიდან. არა ჩვენ მაინც გაგიჟება ავირჩიეთ და აქ ქვეყანაში და რადიო 105 და ასე შემდეგ ბევრი არტიკული. ხოდაშორის ახლაც მიდიან, რამდენია ახლა არ ვიცი, 55000 თუ რაღაცა იყო გუშინ წინ გერმანიაში ვინც წავა და ამან რა დაადასტურა, იცი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქართველ ხალხზე რო ამბობენ არის ზარმაცი. მე არ ვარ ამისი მომხრე და არ ვეთანხმები დედას გეფიცები. იმიტომ რომ პრობლემა იმაში არის რომ რასაც აქ იმუშავებ ყანაში
და რასაც იმუშავებ გერმანიაში, ეს საერთოდ არ შეესაბამება ერთი მეორეს. თორე ადამიანს მუშაობა როგორ არ უნდა, მაგრამ იცის, რომ საკუთარი მუშაობა არ არის მის შემოსავლის საფუძველი და ჩეირმენს იგანა მიუნხენში. რაღაცას მომიმასიდან, მოაჩინილებს რაღაცას იმასიდან, მოურწყავს რაღაცას, იცავს და ჩამოვა და გადაიღუნოს ერთ 2500 ევროს ჯიბეში. აქ ის ფული ექნება 16 თვე. გაიგე? 16 თვე ვერ მოაგრო. თან ის სანამ ჩამოვა კურსი იქნება 18-ზე თუ რავი რაზეც არის. არა, ეხლა ძალიან დასტაბილურდება. ყარიბაშვილი, ეს ეკონომიკური გუნდი, სხვა სახით წარმოჩინდება რა. თავარი ეს ეკონომიკური გუნდი არ დაიშალოს, თორე. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა შენ ძალიან მიყვარს. წარმატებებს გისურვებ ჩვენს და რა მთელ ჩვენს ქვეყანას რა ვქნათ. ასეთ დროს გვიწევს ცხოვრება, ანუ ჩვენი პერიოდი ცხოვრების ძალიან უცნაური პერიოდი აღმოჩნდა, ხო? ყველაფერი. თორე არც ერთ ჩემ წინაპარს ჩემ ასაკში ასეთი ფერისწვერი არ გონია. ჭაღარას გულისხმობ, მაგიტო არ გავიპარსე რომ მაყურებლებს ვაჩვენო, ეს რო ჩანს რომ გამცვიდაზე არ არის, რაც არ გამცვიდა რა ფერი მაქვს ხალხო. კი, აი მეც ჭაღარები გვერდზე წამომივიდა. მე და იში. წარმატებები, ნიკა ქავთარაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა. მაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა, ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. ბოლოსკენ არ ვიცი რა გითხრათ, გახარიამ ისეთი რამე გაუკეთა ბიზინა ივანიშვილს, ალბათ სულ მალე ჩავწერთ ახალ ვიდეო კლიპს, გახარიას ხარდასაჭერს სახელწოდებით გახარია ჩვენი ღარიბია. გემშვიდობებით, წინ მთავარი ჭკვიანი გელოდებათ, ნიკა გვარამიას.